მადლობა რომ სტუმარი ვარ თქვენი დღეს. ხო, პირველ რიგში აუცილებლად ეხა მე რეგიონში ერთ-ერთი მისი მთავარი კრიტიკოსი ვიყავ. კი ბატონო. აუცილებლად მხარდაჭერა, სოლიდარობა მას, მის ოჯახს, ეხა ძალიან მძიმე პერიოდია მათთვის და იმეც ვიტოვებ, რომ თორნიკე შეძლებს და გამოვა ამ მდგომარეობიდან, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს იმისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ იმეც ვიტოვებ, რომ ის როცა ამ ბრძოლას მოიგებს, შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მისი დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ და საზოგადოებამ უნდა იცოდეს ის რა მოხდა და იმედი მაქვს რომ ეს ესე იქნება. ყველაზე სავალალოდ სამწუხარო არის, მე იმედია რომ ის კარგად იქნება და რაღაც როგორც მივხვდი ყოველ შემთხვევაში პოზიტიურ რიგზავნილები ისმის მედიკოსებისგან, მაგრამ მე მაგალითად არ მაქვს განს და ეს იმ ტიპის როგორც ჩანს ეს იმ ტიპის სისტემაა, რომ მე არ მაქვს განცდა რომ ჩვენ მოვისმენთ სიმართლეს თუნდაც თორნიკე რეჟვაძესგან. იმეც ვიტოვებ რომ ანუ ადამიანი, კი ბატონო, ადამიანი ეს წერილიც მაძლევს ამეთქმის საფუძველს მადლობას უხდის ივანიშვილს. მე ვიცი ის რომ 6 წელი ფაქტობრივად ყველაზე დიდი ხანი ალბათ ლევან ვარშალომიძის შემდეგ თორნიკე რეჟვაძეს ჰქონდა შესაძლებლობა რომ ყოფილიყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე, მათ შორის ქართული ოცნების თავმჯდომარეების შორის ყველაზე დიდი ხანი იყო თორნიკე რეჟვაძე და მან შეძლოდა ბათუმში ჩამოაყალიბა და რეგიონში ჩამოაყალიბა ერთგვარი კლანი მისი ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტის მერი და გადაწყვეტილების მიმღები პირები, მათ შორის ბატონი გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, მისი გარემოცვის უახლოესი გარემოცვის წევრები არიან და ყველაზე მარტივი დასანახი რაც შეიძლება ჩვენ რეგიონში ბათუმში დავინახოთ ის რომ მისი მმართველობის პერიოდში ბათუმი სამწუხაროდ იქცა ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ ქალაქად. ამაზე სხვადასხვა ორგანიზაციები იქნებოდა ეს TI, იქნებოდა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობდნენ, ყოველდღურად საუბრობდნენ. გარდა ამისა, მე ბათუმის საკრებულოს წევრი ვარ და ძალიან კარგად ვხედავ ყოველდღურად იმას, რომ ურბანული საკითხები ბათუმში, მათ შორის არის კორუფციის ერთ-ერთი წყარო და ამ მიმართულებით თორნიკე რეჟვაძე გამორჩეული ლობისტი იყო და ის იყო ძალიან აქტიურად ჩართული ამ ამბავში. თორნიკე რეჟვაძე აქტიურად მუშაობდა იმაზე, რომ ქართული ოცნების ყულობა, პარტიული ყულობა ყოველთვის სავსე ყოფილიყო აჭარიდან. მაგრამ როგორც ჩანს დააკლო. თუმცა მას ამ ყველაფრიდან, ამ ყველაფრის მიუხედავად, რომ ის პარტიისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი იყო, რამდენიმე თვის წინ როცა ის გადააყენეს, ვნახეთ რომ პირდაპირ დაპირისპირება წავიდა მასთან, უახსოვს მამამისის ამბავი. ბათუმი და აჭარა ზოგადად პატარა რეგიონია და ჭორებიც და არაჭორებიც მარტივი გადასამოწმებელი ამბავია და ამიტომ ამ ჭორებს ყოველთვის რაღაცა წინაპირობა თუ არ ახლავს, ესე არ ჩდება, ხო, ამბავი მით უმეტეს იმ უწყებებში, სადაც მუშაობდნენ არმიის სულა რაღაცა კითხვების გაჩენა, ხო, ეს ამბები ანუ დადასტურებულია, რომ მამამისი ყავდათ და დაკავებული. მამამისი იყო ერთ-ერთი ოდიოზური ფიგურა, ეხლა მათ შორის წინა ხელისუფლების პირობებში, საზოგადოებრივმა უწყებელთან გვახსოვს, ხო, რაღაცა დამრბევი ერთ-ერთი. პირდაპირ დამრბევი იყო იმ აქციების და იმ ადამიანების, ვინც მათ შორის ქართული ოცნების ლიდერები არიან დღეს, ხო, რეგიონში, იგივე ცოტნე ანანიძე და სხვა ლიდერები, რო ვთქვა, თორნიკე რეჟვაძის მამა მათ პირდაპირ არბევდა, ხო, ეს კადრე ყველა მიცის ეს რეგიონში. გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ბატონი ნუგზარ ფუტკარაძის შემთხვევა, როცა თვითმმართველობის არჩევნების მერე ის ზეწოლის შანტაჟის შემდეგ, რომ რაღაცა თითქოს პოზიცია შეეცვალა, გარდაიცვალა და ის ადამიანები, ვინც მასზე ზეწოლა მოახდინა, გამარჯვებულ მაჟორიტარზე, ოპოზიციონერ მაჟორიტარზე იყვნენ პირდაპირ დაქვემდებარებული ადამიანები რეჟვაძის მამისა და შემდეგ რეჟვაძის დამოკიდებულება, ხო? რეჟვაძე იყო ადამიანი, რომელიც გამოირჩეოდა რეგიონში ამ რაღაცა ბლატაობით, ეხა გიორგი კირთაძე იყო თქვენთან სტუმარი და მისი პოლემიკა გიორგი კირთაძესთან და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებთან ის ტონის დამოკიდებულება ყოველთვის იყო რაღაცა ქედმაღლური და ზემოდან მაყურებელი დამოკიდებულება და მას ჰქონდა თითქოს ეს დამოკიდებულება, თუმცა როგორც კი ის წავიდა, ბატონი თამაზაშვილი როგორც კი მოვიდა, მე საკრებულოს წევრი ვარ და არც ერთი საკითხი საკრებულოზე 3 თვის განმავლობაში მაგალითად მშენებლობის მიმართულებით არ გამოსულა, მაშინ როცა 4 წელი ყველას ხდომაზე გამოდიოდა კაორი კოეფიციენტის მატება, ახალი პროექტების შეთანხმება და უკვე ამის განხილვები, როცა თამაზაშვილი მოვიდა ეს ყველაფერი გაჩერდა, ეს ნიშნავდა იმას, რომ თამაზაშვილმა თქვა, რომ გადახედვა მომხდარიყო იმ
ნებართვების იმ სამშენებლო პოლიტიკის რაც რეგიონში ხდებოდა და ერთგვარი მორატორიუმი გამოცხადდა მერიის მხრიდან, ასევე ძალიან კითხვის ნიშნებს აჩენდა მისი მმართველობის პერიოდში ის ერთგვარი ახირება პალმჯუმეირა კუნძული ქალაქი-ქალაქში, ხო, ასევე ეჭვებს აჩენდა კორუფციისა გენგეგმა, რომლითაც მისი ოჯახის წევრი ფაქტობრივად ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, რომელიც ასევე ჩამოიშორეს და მეჯვარეა მისი და ერთი კლანი იყო, ასე რომ თქვა, ჩამოყალიბებული. არჩილ ჩიქოვანი რო დაკვირდა გენგეგმის მიღებას, ესეც გენგეგმაც მიღებული არ იყო, მხოლოდ იმიტომ, რომ აი ეს უნებართვო და კორუფციული მშენებლობები ყოფილიყო ეხა სხვათა შორის მათ შორის მართალია რიჟვაძის შემდეგ, თუმცა იქამდეც იყო ეს ამბები რაღაცნაირად დაძრული, მათ შორის ერთ-ერთ უბანში ბათუმისა, გოჩაინუქიძეა უკვე შემოსული როგორც ბიზნესმენი და ვიცით ხო, ეხლა გოჩაინუქიძე ვინ არის, რა არის, როდის რა იყო, ყველა ვიცით ხო? ესეთი ადამიანები იაჭყონია, გოჩაინუქიძე, ანზორ ბოლქვაძე, ეს ის ადამიანები არიან, ვინც ქართული ოცნების დეპუტატები არიან, მათ შორის დელეგატები და ასე შემდეგ. ეს ინტერესი როცა არსებობს, ცხადია, კორუფციული ამბების დანახვა ძალიან მარტივია, მათ შორის სხვაში მიდის ეხლა მაგალითად რესტორნის მშენებლობა, სადაც საუბარია იმაზე პორტის მხრიდან, რომ გემ შეიძლება შეეზღუდოს მანევრირება. წარმოიდგინეთ, ადამიანი ზღვაში აშენებს რესტორანს, დასკვნაში წერია, რომ ამ რესტორნის აშენების შედეგად, რომელიც ზღვაში შეიჭრება, გემს, რომელიც პორტში შემოვა, შეიძლება შეეზღუდოს მანევრირება და მიუხედავად ამისა ეს რესტორანი შენდება. დაიწყო ეს თორნიკე რიჟვაძესთან დაახლოებული ადამიანი გვარი დამავიწყდა ეხლა მისი, თუმცა შეიძლება ამის გარკვევა ძალიან მარტივი ამბავია. მაშინ დაიწყო ეს ამბავი და ეხლა გრძელდება და ესეთი ნაბიჯები. და რა მოხდა მერე, რა ხდება ამის მერე მოხდა ის, რომ თორნიკე რიჟვაძე რაღაცნაირად მიზანში ამოიღო რეჟიმმა. მას ვინ ფარველობდა? ლილუაშვილი, სუსი, ღარიბაშვილი, იმიტომ რომ იყო საუბარი, რომ ლილუაშვილის წასვლა იყო ბოლო, ასე ვთქვათ. მათ შორის ბათუმის მერიაში, როცა შეიცვალა არქიტექტურის სამსახურის უფროსი ადამიანი, რომელიც მოვიდა ის არანაირ შემხებლობაში არ იყო ბათუმთან და ბათუმი ძალიან სპეციფიური ქალაქია, როცა არქიტექტურის სამსახურის უფროსი იცვლება, მას რაღაცა ბმა ქალაქთან თუ არა აქვს, ძალიან რთულია ამ სამუშაოს კეთება და მათ შორის მაშინაც ქალაქშიც და დადასტურებულათაც ადამიანების მიერ არსებობდა ეგ დამოკიდებულება, რომ ის იყო ერთგვარი მოვლენილი ადამიანი, რომ რაღაცა თვალყური ედევნებინათ რიჟვაძისთვის, რომელმაც თითქოს როგორც ამბობენ ქალაქშიც და რეგიონშიც ძალიან ბევრი ფული აკეთა ისე, რომ ვიღაცებთან ეს შეთანხმებული არ იყო და ამის მიზეზი გახდა ის, რომ შემდეგ ის ცნობილი 300 მილიონი, რაზეც არის საუბარი, ვიღაცები ამაზე გაბრაზდნენ და მოხდა რაღაცა გადანაწილება, განვადება თუ როგორც არის, ხო? რა 300 მილიონზე არის საუბარი? თორნიკე რიჟვაძემ ამ 6 წლის განმავლობაში ბათუმში ძალიან ბევრი სქემით ძალიან ბევრი ფული იშოვა. ეს ახლა არ არის სიახლე, ყველა ბიზნესი რაც შეიძლებოდა ქალაქში მნიშვნელოვანი ყოფილიყო, თორნიკე რიჟვაძე იყო ამ ყველაფერში ჩართული და განსაკუთრებით ეს ყველაფერი ეხება სამშენებლო ბიზნესს და ამ ყველაფერთან დაკავშირებით ეხა თუ ეს ყველაფერმა თუ ამ ყველაფერმა ესე თავი მოიყარა, ბუნებრივია რომ ვიღაცებს კითხვები გაუჩნდათ, იმიტომ რომ სამწუხაროდ ესე მუშაობს სისტემა, რომ ატკატები, რაღაცა წინასწარი შეთანხმებები არსებობს და როგორც ჩანს ეს პირობები სადღაც გადაირღვა, სადღაც იმაზე მეტი რაღაცა ისეთი გადაწყვეტილებების უფლება მისცა მანდა ჩიქოვანმა თავის თავს, რომელიც შეთანხმებული არ იყო და ამის შემდეგ მიიღეს ეს გადაწყვეტილება თორნიკეს რიჟვაძის მიმართ და მისი კლანის მიმართ სრულად, რომელიც სრულად ჩამოაშორეს ერთი კვირის წინ შეცვალეს მისი მთავრობის ფინანსთა მინისტრი, რომელიც ერთ-ერთი ბოლო ამბავი იყო თორნიკე რიჟვაძის მთავრობისგან, დარჩენილი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ასევე სოფლის მეურნეობის მინისტრი და ფაქტობრივად ყველა მისი დასაყრდენი ქობულეთის მერი, ბათუმის მერი, სოფლის მეურნეობის მინისტრი, ყველამ უკვე გვერდზე გაიწია, ეს ნიშნავს იმას, რომ პირდაპირ ფაქტობრივად რაღაცა გამოცხადდა მის მიმართ რაღაცა ქრონიკა, ხო? და ამ ყველაფრის საბოლოო შედეგი ჩვენ ვნახეთ დღეს, ადამიანი მათ შორის ძალიან ისეთი სანდო ინფორმაციაა, ჩემთვის ძალიან სანდო ადამიანების მიერ მოწოდებული, რომ რამდენიმე კვირის წინ ბატონი თორნიკე საზღვრის კვეთასაც აპირებდა და ამის საშუალებაც არ მიეცა, მან როგორც ჩანს იცოდა ის მის მიმართ რა მოლოდინებიც არსებობდა და რა შეიძლებოდა მომხდარიყო, ალბათ ამის მოლოდინი რაც დღეს მოხდა ხა წარმოუდგენელია, ხო, რაღაცა საღი აზრის დონეზე ადამიანს ქონოდა, თუმცა ეს არის სიმპტომი, ფაქტი, რას
გაუკეთებს ქართული ოცნება ადამიანებს, რომლებიც მის წიაღში არიან და ერთხელაც კი მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება არ იყოს სასიამოვნო იმ ადამიანისთვის, რომელიც ზის აგერ ყოლბაში და რაღაცა უყურებს თელ ქვეყანას, ხო? ბიძინა ივანიშვილს გულისხმობ და ესე მოუბრუნდება ყველა ქართული ოცნების მაღალჩინოს ან ჩინოვნიკს რეჟიმი, რომელიც დაუნდობელია მათ შორის იმ ადამიანების მიმართ, ვინც ერთდროს ამ რეჟიმის სახეები იყვნენ, ლიდერები იყვნენ და თორნიკე რიჟვაძე ესეთი ადამიანია, ის იყო ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი მათი, თუმცა მასაც კი ასე მოუბრუნდნენ და კიდე ერთხელ ახლა ჩვენ ამაზე ესე ვსაუბრობ და ძალიან მძიმეა ჩემთვის, მე პირადადაც ვიცნობ ბატონ თორნიკეს და რა თქმა უნდა, როცა ამ რაღაცებზე ვსაუბრობ და ის მართლა სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვის, ძალიან რთულია ამ ყველაფერზე საუბარი, თუმცა ჩვენ მე ამაზე სულ ვსაუბრობდი და იმიტომ ვარ ესე თამამად ეხა თქვენთან ამ ყველაფერზე, იმიტომ ვსაუბრობ ასე თამამად. აუცილებლად კიდე ერთხელ მინდა რომ რაღაცნაირად ეს ამბავი ისე დასრულდეს, როგორც მის ოჯახს გაუხარდება, მას მცირეწლოვანი შვილები ყავს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ის ამ ბრძოლაში გადარჩეს და მინდა კიდე ერთხელ უთხრა ქართული ოცნების წევრებს და იმ ადამიანებს, ვინც ამ რეჟიმს წარმოადგენენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში და თავის თავთან იციან თუ რა ცუდ საქმეებს აკეთებენ ამ ქვეყნისთვის, უთხრა რომ მათთანაც დააკაკუნებს რეჟიმი და იცოდნენ რომ ისინი არ არიან, ასე ვთქვათ, დაცულები, მათ უსაფრთხოების პრობლემაც შეიძლება დაუდგენ და ერთადერთი ადამიანები, მხარე, რომელიც მათი დამცველი იქნება, ვიქნებით ისევ ჩვენ. ეს განგვასხვავებს ჩვენ ქართული ოცნებისგან, რომ ჩვენთვის ფასი აქვს ადამიანს, არა იმ რაღაცა გზას და რაღაცა რეჟიმის მონაწილეობა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არიან ადამიანები და ჩვენ დღეს ფაქტია რომ ვიქეცით მის დამცველებად, მაშინ როცა მისი არც ერთი გუნდელი ფაქტობრივად იქ მისული არ იყო, სანამ ამბავი არ ზოგმა საერთოდ უარყო, არავარ მე მისი თქმა ხო ლადონ გალობლიშვილმა სასაცილო განცხადება ლიდერია, რაღაცა სიმღერები უძღვნა ლამის თორნიკე რიჟვაძეს და ეხა გარემოცვის წევრი არ ვარო. ანუ ჯანმრთელობა უსურვოს თქმაც კი ეუხერხულებათ ამ ადამიანებს, იმიტომ რომ ზუსტად იციან რომ ეს სისტემის ჩადენილი ამბავია და ამ სისტემის დაპირისპირება გამოდის. ისიც კი რომ ადამიანს, რომელიც რაღაცა ესეთი განსაცდელის წინაშეა, რაღაცა გამარჯვება უსურვო და ჯანმრთელობა უსურვო. წარმოუდგენელია და ბოლოს კითხავ, თქვენ გაქვთ განცდა რომ ეს იყო თვითმკვლელობა, იმიტომ რომ რასაც თქვენ ყვებით, შესაძლოა ეს ყოფილიყო თვითმკვლელობა, მაგრამ უცნაური იყო ბევრი. ხო, თვითმკვლელობის განცდა რა თქმა უნდა არ მაქვს, ადამიანები ფილმებში გვინახავს და ყველა რაღაცა გამოცდილებები არსებობს, ადამიანები ეს თავს არ იკლავენ და ეხა არ შეიძლება მაინდა-მაინც ეს იყოს გამონაკლისი და ის წერილიც რაც წერია, ხო, არ შეიძლება მაშინ საგარეჯოს ექიმს, მედდას კონდეს პრაიმ ტაიმის ნომერი დაურეკოს, მიაწოდოს წერილი და იმის მერე გავრცელდეს ეს ამბავი. ხო, ეს სრულიად დადგმული, მოგონილი სცენარია და ერთადერთი ვერსია რო დარჩენილი ყოველზე, თითქოს მან თვითმკვლელობა სცადა, თუმცა ამ ფორმით თვითმკვლელობა თუ სცადა და ესე თუ მოხდა ეს ყველაფერი, რა ვიცი, თავიც თუ ვერ მოიკლა, ალბათ მე 500 ლარითაც დააჯარიმებენ, როგორც თვითმკვლელობის ცელობის ავტორს. ერთხელ მახსოვს ერთი ხალი რომ დააჯარიმეს. კანონმდებლობა გვაქვს, ხო, ამიტომ მე ამისი რა თქმა უნდა არ მჯერა და ეს რაღაცა მთელი ნაწილი და სქემა როა შემოთავაზებული გამოძიების მხრიდან, რა თქმა უნდა არის სცენარის ნაწილი და სიმართლესთან სრულად აცდენილი.